71 საჯარო სკოლის მოსწავლე და ტელესტუდია ინკოგნიტოს ნორჩი ჟურნალისტი ელენე გორჯელაძე. დღეს ჩვენი გადაცემა მინდა დავიწყო ქალბატონ მანანასთან. 26 წელია ზრდის ნორჩ ჟურნალისტებს. მას მრავალმხრივი განათლება აქვს მიღებული, თუმცა მის მთავარ პროფესიად ჟურნალისტობას მიიჩნევს. ნომინაციაში გამოცდილება და ხარისხი 2023 ჯილდოვდება ქალბატონი მანანა გაბრიჭიძე. აპლოდისმენტები თუ შეიძლება. უღრმესი მადლობა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო აი ამ ორ ძვირფას ქალბატონს, რომლებმაც მადლობა მოგვეცით ძალა ჩვენ ქალბატონებს, რომ კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ. მინდა ნათიას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ მე ერთ დროს BBC აკადემია დავასრულე. მადლობა მისცეს შენ. არ მინდა გამოვჩეს ჟიურის წევრები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად გამختارიყავი მე თქვენი გუნდის წევრი და მადლობა ყველას აბსოლუტურად. მართლა საოცარი საღამოა და ადამ ქალბატონებს მართლა გჭირდება აი ესე რაღაცა ასე ვთქვათ შექება, წახალისება და მადლობა ამისთვის თქვენ. მე რაც შეიძლება ყველაფერს გავაკეთებ და როგორც ლიდერი ქალი კიდევ ერთხელ ვაჩვენებ ნებისმიერ ქალბატონს თუ როგორ შეიძლება იყოს ლიდერი ქალი. წარმატებები და უამრავი წარმატებები. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტების ფონზე მიულოცოთ მას ეს ნომინაცია, გილოცავთ. აქვე მუსიკა და აქვე ფოტო, რომელიც სამახსოვროდ დარჩება მას. დიდი მადლობა. აპლოდისმენტები. მოგესალმებით ქალბატონო მანანა. მინდა დააწყლებით უამბო ჩვენს მაყურებელს სტუდიის შესახებ. მეც მოგესალმებით, ჩემო კარგო, პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი მართლა აი წყაროსავით სუფთა და კამკამა ბავშვები შემოგვერდე ინკოგნიტოში. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მომწონს ჩემი საქმე, მიყვარს ყველაზე მეტად, რაც უკვე ცნობილია ეს ფაქტი და რაც შეეხება 71 საჯარო სკოლას, ელენე. ძალიან ბევრი კარგი ბავშვი ყავს ამ სკოლიდან გაზრდილი, ეს მრავალჯერ ვთქვას და ქალბატონმა მადინამაც აღნიშნა. ქალბატონ მანანას არჩეულებრივი სიუჟეტები აქვს გაკეთებული. ჩვენთანაც ჰქონდათ ინტერვიუ და ძალიან გვაყოფილი დავჭი იმ ინტერვიუთი. თქვენს დიდი სიამოვნებით მოგცემთ ინტერვიუს. კაბერეს სამუშაობას სწავლობ ალბათ. ძალიან სასიამოვნოა. მოგწონს ინკოგნიტოს სამუშაობა? ძალიან. მე ძალიან მომწონე. მინდა გითხრა არჩეულებრივად მეტყვი, ძალიან კარგად. ეს ქალბატონ მანანას დამსახურებად თუ თავიდანვე ასე მეტყველებდი? არა, მეტყველებ და ნამდვილად კარგად, უბრალოდ დიქციაზე ვიმუშავეთ, ხო? და ძალიან შედეგია. ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებს. ის არასოდეს არ ყოფილა, რომ 71 საჯარო სკოლას თავად გამოეყოს ამისთვის სპეციალური გარემო ოფისი და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ვიცით, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ტრანსპორტირება, დროის პრობლემა და მშობლისთვის ყველაზე კომფორტულია, რომ სკოლაში ისე რომ გაგრძელებულია ბავშვი მანამდე გაკვეთილზე ჩვენთან ესწრება, ან გაკვეთილების შემდეგ ჩვენთან ესწრება, მერე გადადის გაგრძელებულია და არის ძალიან მნიშვნელოვანი ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა 71 საჯარო სკოლას, იმიტომ რომ და დირექციას, იმიტომ რომ მათი მონდომების გარეშე ეს ნამდვილად ვერ იქნებოდა. რაც შეეხება ელენიკოს, მე მინდა ელენიკო გითხრა, რომ შენ იმდენად კარგად გაუგე და აუღე ამ სულ მოკლე ხანში ამ ყველაფერს, რომ მე დარწმუნებული ვარ, შენ ერთადერთი ჩემი სამაყო გოგო იქნება, რომელიც ძალიან გავაუწყავს და ყველანი მიყვარხარ ვის რომელ თაობასაც სამაყო თაობას ვეძახ, იმიტომ რომ უამრავი თაობა ყავს გაზრდილი. პირველ რიგში მადლობა რომ გვიმასპინძლეთ. ვიცით რომ 71 საჯარო სკოლის უამრავი თაობა ინკოგნიტოს სტუდიაში არის გაზრდილი. მას წარმატებებზე კი მოგვიანებით ვისაუბროთ. დიახ, მოგვიანებით ვისაუბროთ, თუმცა ყველა კარგად იცის საბატა ბაბოა, ნინო ქობალია, არ მინდა ვინმე გამორჩეს, ქეთი ყვაღილიძე, კიდევ ქეთი და მარიამი გვარები ზუსტად კარგად არ მახსოვს და არ მინდა რომ შევცდე. ასევე მიშიკო ბედინაშვილი, რომელიც სხვადასხვა დაფინანსებულ პროექტში მოხვდა და ძალიან მეჭერი იყო და მართლა საოცრად მიყავდა როგორც ბიჭს გადაცემა და ძალიან კარგი იყო. მოკლედ ძალიან ბევრი თაობა ყავს გაზრდილი, ვინც სერიოზული წარმატებები ნახა ამ სკოლიდან და ზუსტად სწორედ ეს ეხლა რომ აი ამ ძალიან შეუწყო ხელი და ქალბატონ მანანას ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ამ ყველაფერს
ბაზაზე, მარიამ ბაზაძე, რომელიც მართლა ბაზა იყო იმისა, რომ აქ ფილიალი გამხდარიყო მარიამ უნიჭიერესია და ძალიან ბევრი კარგი გადაცემა აქვს გაკეთებული, სხვადასხვა პირველი გადაცემა სწორედ სკოლის თანაკლასელებთან ერთად გააკეთა და ძალიან კარგად გაართვა, ასე ვთქვათ, თავი. მოკლედ მე მგონია, რომ ჩვენ სკოლაში გახსნილი ეს ფილიალი უკვე ძალიან მალე დაიწყებს მუშაობას და ალბათ დეტალები გაინტერესებთ მშობლებო. როგორც ასეთი სკოლაში გასაუბრება და მიღება ორშაბათს და პარასკევს, სადაც გახანგრძლივებული ჯგუფები არის, იქ გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ პავილიონი, პატარა პავილიონი და მათ შევიდეთ მოვიდეთ გასაუბრებაზე, ხო? და ვისაც სურვებობ შემოგვეერთდება. ახლა კი მინდა გკითხოთ, რა შეესთავაზებთ ჩვენი სკოლის ბავშვებს და მშობლებს? რა შეთავაზებთ ჩვენი სკოლის ბავშვებს და მშობლებს? ნახეთ, ელენიკო, რა კარგად პირველად შენ რამდენი დღეა რაც მუშაობ? დაახლოებით იქნება 4-5 გაკვეთილი, ხო? მაქსიმუმს ვამბობ, აი მაქსიმუმს, არც არის შეიძლება ამდენი. ნახეთ, ამდენი რამე ვისწავლეთ. ვისწავლეთ როგორ გვეჭიროს თავი, ვისწავლეთ როგორ ვისაუბროთ რესპონდენტთან, ვისწავლეთ როგორ რა დროს უნდა გადავაწოდოთ მიკროფონი და რა დროს უნდა მივიღოთ. ვისწავლეთ კამერებთან მუშაობა. ეხლა ნახეთ დგას კამერები, აი ახლო კადრი, შორი კადრი, შეგვხვდები ხო როგორ უნდა იმუშაოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვისწავლეთ ასევე წერითი კულტურა, რომელზეც ვმუშაობთ, ხო? ძალიან კარგად ვწერთ, ძალიან კარგად ვსაუბრობთ, ასევე ვსაუბრობთ გერებზე ვმუშაობთ დიქციაზე, რომელიც ჩვენ ძალიან დაგეხმარა. მე მგონია, რომ იმის გარდა, რომ ჩვენ ეკრანზე და კამერასთან ვიმუშავებთ, ძალიან ბევრ რამეს ვისწავლით, ხო? რაც შეეხება პროექტებში, გადაცემებში, გადაღებებში, ძალიან ხშირად მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება განათლების პროექტი, ეს იქნება კულტურის პროექტი, ძალიან ბევრი ღონისძიებები გვექნება. ამასთან ერთად გვექნება წლის შემაჯამებელი დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად ხდება ინკოგნიტოს და წერს განსაკუთრებულად ძალიან ბევრი სკოლა მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ და ასევე ყველაზე მთავარი რაც არის ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს ასე ვთქვათ მემორანდუმი გამორდებული, რაც ყველაზე მეტად დაინტერესებს თქვენ თაობას. ამჯერად დაგეგმილი გვაქვს ბარსელონაში და თურქეთში მოგზაურობა მემორანდუმის სახით, ასევე საბერძნეთში, იმიტომ რომ ძალიან კარგად ქალბატონ დარეჯანს ვეწვიეთ და ალბათ იცის, ახლა ძალიან ბევრი ცენტრია გახსნილი. ასევე ვიყავით მილანში, სადაც ვეწვიეთ ქართულ ცენტრს. და ეს ყველაფერი, ეს მოგზაურობა, ეს სიუჟეტების გაკეთება, ეს გადაცემები მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველაფერი შეღავათი ამ ფასებში, მაგრამ საინტერესო პროექტების სახით განვახორციელოთ და მე მგონია, ძალიან ბევრი კარგი თაობა შემოგვერთდება და ვიმოგზაურებთ მსოფლიოს გარშემო. მოკლედ, მშობლებო და ბავშვებო, გთავაზობთ ძალიან კარგი პროექტებს, განხორციელებას, აი მის გარდა საზღვარგარეთიდან მომზადებულ სიუჟეტებს და მოკლედ მსოფლიო უნდა იყოს წარმატებული ინკოგნიტოებების და რა თქმა უნდა 71 სკოლა შემოუერთდება ამ ყველაფერს და ელენიკო ერთ-ერთი სახეა ამისა, რომ საოცარი თვალები, საოცარი ფერი, საოცარი გარემო და საოცარი აურა და მაგარი გოგოა მოკლედ როგორც გავიგეთ, ჩვენ სტუდიაში იმის გარდა რომ მომზადებთ გადაცემებს, მოგვიწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაცვლა-გამოცდის პროგრამით მოგზაურობა. დიახ, სწორედ ამაზე ვისაუბრე. გაცვლა-გამოცდის პროგრამით მოგზაურობა ძალიან ბევრს ნიშნავს, იცი, ელე. შეიძლება ეს ქვეყნების სანახავად ყველანი წავიდეთ, რატომაც არა, მე წავალ, ვიღაცა წავალ, დღეს ახლა არაფერი არ არის შეზღუდული, მაგრამ როდესაც შენ მიდიხარ პროექტით, მიდიხარ საქმიანი ურთიერთობით, აი მაგალითად ქუჩაში გამოდიხარ და მიკროფონით, კამერით, შენით მუშაობ, შენით აკეთებ გადაღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, ხო ეს? აი ყველას მოგწონს, რატომაც არა, ხო ეს პროექტი? მე ძალიან კარგად მახსოვს ბარსელონაში ყველაზე პატარა ჟურნალისტი 7 წლის მყავდა მაშინ ნინი მოცრაძე, რომელიც 150 სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტი იყო შეკრებილი, სადაც ფეხბურთელები უნდა მოსულიყო კაპონოს ფეხბურთელები და ჩვენი პატარა ჟურნალისტიც იდგა და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში საოცარი სისწრაფით გავრცელდა ნინი მოცრაძის ის კადრები პარიზის არხმა, ძალიან ბევრმა სხვადასხვა არხმა წაიღეს, რომ ეს პატარა გოგონა, რომელიც მიკროფონის სიმაღლეს იყო თითქმის, იდგა და ამ დიდ ჟურნალისტებთან ერთად აშუქებდა ფეხბურთელების მოსვლას. სწორედ ესეთი განსაკუთრებული მომენტები, რომ თქვენ თავად გააშუქოთ, იგივე საგრადა ფამილიაში სტუმრობა და იქ გადაღება მოვიპოვოთ და გავაკეთოთ. ძალიან ბევრი კარგი ნიუანსი შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ჩავწეროთ ჩვენი სკოლის ისტორიაში, ხო? დიახ. რა შეგვიძლია ამის შესახებ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? ამის შესახებ შეგვიძლია უთხრათ ჩვენს მაყურებელს ის, რომ შემოგვიერთდით, ნუ არ დავიგვიანებთ
და მიღება უკვე გრძელდება, ჩვენ გვექნება მეორე ცვლის ბავშვებთან დილის ცვლაში მუშაობა, ანუ დილით პირველის ნახევრიანი ჯგუფი, 12-ის ნახევრიანი, 11-ის ნახევრიანი, 2-ის ნახევრამდე იქნებიან დილის ჯგუფები, რომელიც მეორე ცვლაში სწავლობს და მეორე ცვლის ბავშვები, რომლებიც ვართ, ისინი უკვე ვიმუშავებთ დღის მეორე ნახევრში პირველი ცვლიდან გამოვლენ გაკვეთილებიდან გისმენთ. მინდა ჩვენი გადაცემა ტრადიციული სიტყვით დავასრულო, მაყურებლებო და ვეცდებით, ჩემი დიდი მონდომებით ინკოგნიტო სტუდიიდან და წარმატებას მივახციო. თქვენთვის გადაცემაზე მუშაობდით 71 საჯარო სკოლის და სატელევიზიო სტუდიის ნორჩი ჟურნალისტი ელენე გორჯელაძე გემშვიდობებით. გამშვიდობებით და ნახეთ უბრალოდ ეს არის ახლა ეს მოდელირებული გადაღება, რომელიც ჩვენ ამ წუთში სულ რამდენიმე წუთში მოვაწყდეთ გადასაღები მოედანი, ხო? ანუ აქ არ არის ახლა არც აფიშები, არც დიპლომები, არც მეგრე უკვე რომ გავამაზდება ეს ყველაფერი, სადაც არის სანახაობა იქნება, ხო? თუმცა მე ვფიქრობ, რომ დამეთანხმება ალბათ მაყურებელიც, რომ ელენე არის ერთ-ერთი საოცარი გოგო, რომელსაც მართლა კარგად გაართა თავი დღევანდელ გადაცემას. მოკლედ გემშვიდობებით მე და ელენიკო და ვფიქრობ 71 საჯარო სკოლა და ძალიან ბევრი ბავშვი შემოგვიერთდება მალე და სწრაფად, ხო? და დავიწყებ იმ გადაცემების გაკეთებას, რომელიც ჩვენ გვინდა, მაგალითად გადაცემა ცნობილი ადამიანების უცნობი წლები, ან მათი ბავშვობის წლები, სადაც ვაპირებ, რომ რუსთაველის თეატრის თითქმის ყველა მსახიობი ჩავწეროთ და მათთან მომავზადოთ მათი ბავშვობის წლების ისტორიები გავიგოთ. მოკლედ გემშვიდობებით მე და ელენიკო და დროებით. ნახვამდის. მაშინ, როდესაც ტელევიზია ინკოგნიტომ თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ მარმარისში მომგზაურა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი ბედნიერება კვლავ მეწვეოდა. და აი ახლა ზუსტად 1 წლის შემდეგ მე დეჟავის გრძნობა მეუფლება. ისევ დიდი ავტობუსი, მოკეთილი ფეხებით, ძილი, კამერა, საყვარელი ადამიანები და რაც მთავარია, ოქროსფერი პლაჟისა და ვარდისფერი ოცნებებისაკენ მიმავალი უზარმაზარი თეთრი გემი. მე მივდივარ რომში. მე ვენეციაში მივემგზავრები. მე კი ნიცას დავიპყრობ. მე კანში კინოფესტივალს გავაშუქებ. მე პარიზში მივდივარ. მე ბარსელონაში მივდივარ. ურა! მე კი ერთ კვირას გავატარებ ულამაზეს სასტუმროში ქალაქ ლორენტეში. ჩვენ ინკოგნიტოები ვარ და ევროპას დავიპყრობ. გეზი ვენეციისაკენ ავიღე და აი ახლაც, როდესაც გაფართოებული და აფრთოვანებული თვალებით ხმელთაშუა ზღვის მოლივლივე ტალღებს უძგარ, ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებ, რომ სულ ცოტა ხანში ვენეციის ულამაზესი და უძველესი კადრებით ტკბობა შემეძლება.